ერთი მოკლული და ორი დაჭრილი თბილისში ქურდიანზე მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ახალგაზრდა მე-7 სართულიდან გადმოაგდეს. მის სახლში კი კიდევ ორი პირი დაჭრეს, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. მეზობლები ამბობენ, რომ გაიგეს ჩხუბისა და გასროლის ხმა, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ნინო წილოსანის პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. თუთბერიძე პირველია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სამოქმედების შემდეგ სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო. რუსების მტკიცებით კიევ-პეჩერის ლავრა ამერიკული პატრიოტის რაკეტამ დააზიანა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა ისტორიულ ძეგლს გერან 2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს. ეს არის ირანული შაჰედის ტიპის დრონის რუსული ვერსია. ორბანის მთავრობის პროპაგანდისტული მედია ჰოლდინგიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. დახურვის საფრთხის წინაშეა ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი კიდევ რამდენიმე რეგიონული გამოცემაც. ორბანის პროპაგანდისტული მანქანა იმავე წამს ჩამოიშალა, როგორც კი მას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა. სიცრუის მთელი სამყარო დაიმსხვრა, დაწერა პრემიერ-მინისტრმა მადიარმა.